Coca-Cola Bottlers Georgia's გუნდის ინიციატივა მინის ნარჩენების მართვის მიმართულებით პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა და პირველი ხელშესახების შედეგები, როგორც სფეროში ჩართული ბიზნესმენები ამბობენ, უკვე არის. Როგორ მიდის პროცესი პროექტში, რომელიც 29 სხვადასხვა ობიექტს და Coca-Cola Bottlers Georgia's კოორდინაციით მართულ პროცესს გულისხმობს, სიუჟეტში ვნახავთ. იქ, სადაც ბიზნესი, პასუხისმგებლობა, შესაძლებლობები და ზრუნვა ერთიანდება, პროცესები ისე იმართება, რომ მისმა ყველა კომპონენტმა სარგებელი მოიტანოს. ასე ამ ყველაფრის გაერთიანებით, მონდომებით და პრობლემურ საკითხებზე ორიენტირებით, Coca-Cola-ს მინის ნარჩენების მართვის ინიციატივაც ამოქმედდა და ახლახანს პრაქტიკულ ეტაპზეც გადავიდა. მეტიც, ახლა უკვე პირველი ხელშესახების შედეგებიც აქვს. ამ დროისთვის Coca-Cola Bottlers Georgia's ინიციატივაში, რომელიც სხვათა შორის Coca-Cola-ს გლობალური სტრატეგიის გაგრძელებაა, თბილისის მასშტაბით ჰორეკა სექტორის 29 ობიექტი ჩაერთო. და რას გულისხმობს ეს პროექტი? რეალურად Coca-Cola საკუთარ თავზე მინის ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას იღებს. ამ აქტივობის ფარგლებში კი იმ ობიექტებში, რომლებიც ინიციატივას შეუერთდნენ, სპეციალური კონტეინერები განათავსა, საიდანაც სეპარირებული მინის უსაფრთხო და სისტემურ გადაზიდვას უზრუნველყოფს. ამ ობიექტებიდან რამდენიმესთან გასაუბრება მოვახერხეთ და მაგალითად რესტორან კნეინაში გვყვებიან, რომ ობიექტის გახსნის დღიდან მოყოლებული მინის ნარჩენების დახარისხება და შემდეგ მისი გატანა მუდმივად გამოწვევებთან დაკავშირებული იყო. არაორგანიზებულობა, ჰიგიენა, დროში გაწელილი პროცესები, მოკლედ ყველაფერი ერთად თავს იყრიდა და ამ ამბავს ფაქტობრივად შეუძლებელსაც ხდიდა ხოლმე. აქამდე ჩვენი ძალებით ვახერხებდით ამას, რაღაცნაირად წვალობდით, ხან სად მიქონდა, ხან ვის უკავშირდებოდა და იმათ მიქონდათ, მოკლედ ძალიან წვალობდით და ამ რამდენიმე დღის წინ თვითონ Coca-Cola-ს წარმომადგენლები მოვიდნენ და თვითონ შემოგთავაზეს ესეთი არაჩვეულებრივი ფორმით გატანა, იმიტომ რომ მანამდე რასაც ვაკეთებდით იყო რომ ვაგროვებდით პოლიეთილენის პარკებში, იქიდან რაღაცა წყალი გადიოდა, ცოტა სიბინძურეში იყო და აი ესეთი ფორმით თვითონ მოვიდნენ, დაგვიდგეს და ლამაზიც არის და თან ამასთანავე არის ეკოლოგიურადაც სუფთა და ჩვენთვისაც მისაღებდა. მინის ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილ კონტეინერებს ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, გრილისა და მელოდიის სახლში შევხვდებით. პროცესი საკმაოდ მარტივია. ობიექტის მომსახურე პერსონალი მინის იმ ნარჩენებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში რესტორანში გროვდება, ამ კონტეინერებში ეტაპობრივად ათავსებენ. შემდეგ კი Coca-Cola Bottlers Georgia's ეს ნარჩენები სრულად უსასყიდლოდ ობიექტიდან გააქვს, რის შემდეგაც მისი გადამუშავება იწყება. ამ შემთხვევაშიც რესტორანში აქცენტს ზუსტად იმ უპირატესობებზე აკეთებენ, რომელიც მათთვის ყოველდღიური საქმისა და საზრუნავის გამარტივებას და ცხადია გარემოზე ზრუნვას უკავშირდება. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როდესაც შეთავაზება მიიღეს, არც კი უფიქრიათ პროექტში ჩაერთნენ. კესანე ჯგუფისთვის, რომლის მფლობელობაში და მართვაში 3 ეტაპზე არის 2 რესტორანი, იანი და გრილის და მელოდიის სახლი, ძალზედ მნიშვნელოვანი არის გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების სწორი მართვა. გამომდინარე აქედან ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ვითამაშოთ Coca-Cola-სთან, რომელმაც ჩვენს ორივე ობიექტზე განათავსა მინის ნარჩენების შემაგროვებელი ურნები, რაც დიდწილად ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების სწორ მართვას. და მაინც, რა იყო Coca-Cola Bottlers Georgia's მიზანი მაშინ, როცა ამ პროექტს იწყებდა? როცა სამყაროში გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება, პასუხისმგებლიანი კომპანია ამ გამოწვევის მოგვარების პროცესში თავის წვრილის შეტანას ცდილობს. შესაბამისად, მინის ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება ცხადია, რომ პირველ რიგში ამ ნარჩენების რაოდენობას ამცირებს, შემდეგ კი წარმოების გარემოს დაცვით სტანდარტებს ზრდის, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებასაც და ბუნებასაც სიკეთით უბრუნდება. აღნიშნული პროექტით და Coca-Cola-ს ტექნიკური უზრუნველყოფით ჰორეკა სექტორში მინის ნარჩენების რეციკლირების პროცესი კი ორგანიზებული და ხარჯეფექტური ხდება. ამას ის ობიექტებიც კარგად იაზრებენ, რომლებიც ინიციატივაში ჩაერთნენ და ისინიც, რომლებიც ამ მიმართულებით გააქტიურებას ეტაპობრივად გეგმავენ.